მთვარე მაშ ქალწულში. მთვარე ქალწულში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მართლა სისუფთავის მოყვარული. ეხლა ნახეთ, პირად რუკაში გააჩნია რასთან არის ის ბმაში. რატომ ამბობ ამას? შეიძლება ვიღაცას პირდაპირ გაგებით სახლის დალაგება უყვარდეს, ვიღაცას სახლის საერთოდ არეული ქონდეს, მაგრამ ანუ აი ეს დალაგების კუთხით, მხოლოდ სისუფთავის კუთხით მხოლოდ სახლი არ მოიაზრება. ეს არის შეიძლება სამსახურში ქონდეს, შეიძლება ურთიერთობებში, ანუ რაღაც უეჭველი რომელიღაც სფერო ექნება ძალიან დალაგებული. მოკლედ და აი იქ ექნებათ გაჭედვები, მოკლედ რომ აი აუცილებლად ესე უნდა იყოს. ძალიან უყვართ მთვარე ქალწულებს ბრძანებების გაცემა. და უნდათ რომ დაემორჩილონ, ასე ვთქვათ. აი ჯარისკაცებივით არიან მართლა აი ამ მიმართულებით. ძალიან მეწვრილმანე ხალხია და ნებისმიერ თვისება შეგვიძლია როგორც დადებითად წავიყვან სილვერყოფითად, ანუ მთვარე ქალწულებს შეუძლიათ ისეთი დეტალები დაინახონ, რომელსაც სხვებს შეიძლება თვალიდან გამორჩეთ უბრალოდ და მან შეკრა სურათი და მიხვდეს სად არის პრობლემა, ასე ვთქვათ, რა და ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ვფიქრობ ეს. ასევე მთვარე ქალწულში არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ გისმენენ და მერე ან გეტყვიან პასუხს, ან არ გეტყვიან პასუხს. რაღაც ესეთი საინტერესო ის აქვთ. ამავდროულად მთვარე ქალწულში ნახეთ როგორი რაღაცა არის, ცდილობენ რომ ბევრი სიკეთე აკეთონ. და კარგი საქმეებით დაიმკვიდრონ თავი. თუმცა მათთვის სტატუსურობას აქვს დიდი მნიშვნელობა. როგორც იცით, წუთობრივ ვიდეოებს ვაკეთებ, შესაბამისად აქ თქვენს ნებართვით შევწყვიტავ და ამ განლაგებაზე, რა თქმა უნდა, უფრო ბევრს ლაპარაკით შეიძლება. აბა მომავალ შეხვედრამდე.